ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამის გვჭირა, რაც რეალობას არ შეესაბამება და პოპკულტურიდან ან სხვა არასანდო წყაროდან არის მიღებული. რაც გასაკვირი საერთოდაც არ არის, რადგან ხალხს უყვარს ფანტასტიკური და მისტიკური რაღაცების შეფუთვა. მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტად აინტერესებს ვინ იმალება კენგურუს კოსტუმის მიღება. ამიტომ ხანდახან ძალიან რთულია ამდენი ინფორმაციულ ნაგავში იპოვნო სიმართლის მარცვალი. გამარჯობა. მე გიორგი ვარ და ვეცნობი უამრავ არასაინტერესო ინფორმაციას იმისაც რომ თქვენამდე მხოლოდ საინტერესო ნაწილი მოვიტანო. მოდი დავიწყოთ. ალბათ ბევრ თქვენგანს გინახავთ, როდესაც ფილმებში ან თამაშებში მანქანას ტყვიას ესვრიან, მანქანა ცეცხლის ალში ეხვევა ან ფეთქდება, ან თუნდაც როდესაც მანქანა დიდი სიჩქარით რაიმეს ეჯახება და ასევე საშინელი აფეთქება ხდება. მაგრამ რეალურად მსგავს მეთოდებით მანქანას ვერ აფეთქებთ და ცეცხლით სიშვიათ შემთხვევაში გაუჩნდება. თუ რა თქმა უნდა 70-იანი წლების Ford Pintos ან Chevrolet Malibu-ს არ ატარებთ. რადგან ორივე მწარმოებელმა დაზოგა ფული, საბოლოო ჯამში ის გამოიწვია, რომ ბენზინის აუზს მარტივად უჩნდებოდა ცეცხლი. რაც შეეხება სხვა შემთხვევას, შეგვიძლია გავიხსენოთ Formula 1-ის 2020 წლის Bahrain Grand Prix, როდესაც სტარტზე მესამე მოსახვევში რომან გროჟანი ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა და შემდეგ მაღალი სიჩქარით ბარიერს. მანქანა ორად გაიღო და მაშინვე ძლიერ ცეცხლში გაეხვა. პილოტმა სასწაულებრივად მოახერხა გადარჩენა და ცეცხლის ალიდან გამოიყვანეს. თუმცა თუ გადავხედავთ სტატიებს, სადაც ამ შემთხვევის შესახებ წერენ, ხშირად შევხვდებით სიტყვა აფეთქებას, რაც არასწორი სიტყვაა, რადგან რეალურად რაც მოხდა, იყო ის, რომ საწვავის აუზიდან და მილებიდან გამოჟონა საწვავმა. მანქანის ცხელი ნაწილების ან შესაძლოა მეტალის მიწაზე ხახუნისგან გამოწვეული ნაპერწკლის გამო კი ამ საწვავს ცეცხლი წაეკიდა. საკმაოდ დიდი ცეცხლის ზალი გაჩნდა, რამაც შექმნა ის ვიზუალური ეფექტი, რაც შეიძლება აფეთქებასთან დავაკავშიროთ. მაგრამ როცა აფეთქებას ვამბობთ, იგულისხმება დარტყმითი ტალღა. ალღა, რომელიც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. ასევე ინტერნეტში ბევრ ვიდეოს გადავაწყდებით, როდესაც ცდილობენ ტყვის დახმარებით ბენზინის ავზი ააფეთქონ, ან ცეცხლი გაუჩინონ. თუმცა ძირითად შემთხვევებში ესეც უშედეგოდ სრულდება. და მხოლოდ იმ შემთხვევებში ეკიდება ცეცხლი, თუ ბაკთან ახლოს რაიმე ფეთქებასთანაც მოათავსებთ. ამიტომ შემდეგში რომელიმე ფილმში, თამაში ან სერიალში თუ მანქანას იარაღით ააფეთქებენ, გეცოდინებათ რომ უბრალოდ რესერჩი დაეზარათ. სერიალებს რაც შეეხებათ. რომელია თქვენი საყვარელი სერიალი? ჩემი Breaking Bad. ოღონდ აქ სკრიპტის გამო მაწყობს რომ ვიკინგები ვთქვა. ხო, ვიკინგების შესახებ რა იცით? ცხოვრობდნენ დაახლოებით 1000-1200 წლის წინ. იყვნენ კარგი გემჩენებლები, ფერმერები, ვაჭრები და რა თქმა უნდა, კარგი მებრძოლები. მაგრამ თუ თანამედროვე ფილმებს, თამაშებს და მულტფილმებს გადავხედავთ, დავინახებთ, რომ ამ ყველა ვიკინგს აქვს ერთი საერთო. რქიანი ჩაფხუტები. მაგრამ რეალურად ვიკინგებს მსგავსი ჩაფხუტი არ ჰქონიათ. უпростоრად ჰქონდათ, ოღონდ მხოლოდ რიტუალებში იყენებდნენ და არა ბრძოლებში. მაშინ საიდან გაჩნდა ეს მითი? მე-17 საუკუნეში მხატვრები ძველ გერმანულ ტომებს გამოხატავდნენ რქიანი მუზარადით, რადგან ჯერ კიდევ ძველი ბერძენი და რომაელი ავტორები წერდნენ მათი ჩაფხუტების შესახებ, რომელსაც რიტუალის დროს იყენებდნენ. ხოლო პირველი მხატვარი, რომელმაც კონკრეტულად ვიკინგები გამოსახა რქიანი მუზარადით, 1820-იან წლებში იყო შვედი მხატვარი აუგუსტ მელსტრემი და მიზეზი იყო ის, რომ იმ დროს უკვე ბევრი მსგავსი მუზარადი ჰქონდათ არქეოლოგებს აღმოჩენილი. უბრალოდ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მსგავსი ჩაფხუტი მხოლოდ რიტუალებისთვის იყო განკუთვნილი. ამავე დროს დიდი კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერი წერს ნიბელუნგის ბეჭედს, ოპერას, სადაც სიუჟეტი აღებულია გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიიდან. რაღაც ნაწილი მაინც გექნებათ მოსმენილი, რადგან უამრავ ფილმშია გამოყენებული. კოსტუმების დიზაინერმა კარლ ემილ დოპლერმა ოპერისთვის შექმნა დიზაინები, სადაც ვალკირებს ჰქონდათ ფრთები ჩაფხუტებზე, ხოლო ზოგიერთ პერსონაჟს რქები. აქედან მოყოლებული მითი გავრცელდა. რქიანი ვიკინგების გამოსახვა დაიწყეს კომიქსებში, ფილმებში, მულტფილმებში და საერთოდ ყველგან. აი ასე გამოიყურება მინესოტა ვიკინგზის ლოგო. ასევე არსებობს წარმოდგენა მათ ვიზუალთან დაკავშირებით, თითქოს მოუწესრიგებლები და არაჰიგიენურები იყვნენ, რაც ასევე მითია, არა თუ უბრალოდ მოწესრიგებლები და ჰიგიენურები იყვნენ, არამედ საკუთარ საფონსაც კი ქმნიდნენ. საერთოდ წარმოდგენები ვიზუალთან დაკავშირებით მხოლოდ ვიკინგების მიმართ არ გვაქვს. ტერმინი ნაპოლეონის კომპლექსი თუ გაგიგეთ, იგივე დაბალი კაცის სინდრომი, როდესაც დაბალი ადამიანი აგრესიულია და ცდილობს სხვა ადამიანებზე მოახდინოს ზეგავლენა. რახან სახელი ნაპოლეონის აქვს, შესაბამისად ნაპოლეონიც დაბალი უნდა ყოფილიყო. არა. ერთ-ერთი მიზეზი ამ მითის ჩამოყალიბების იყო საზომი სისტემა. მეტრული სისტემის მიღებამდე საფრანგეთში იყენებდნენ ფრანგულ ინჩს, რომლებიც უფრო მეტია ვიდრე იმპერიული ინჩები, რომელსაც მოგვიანებით ბრიტანელები იყენებდნენ და დღეს უკვე ამერიკელები იყენებენ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა დაბნეულობა, რომ ნაპოლეონი იყო 1.60 მ ნაკლები, თუმცა რეალურად დაახლოებით 1.70 მ-მდე იყო, რაც თავის დროისთვის საშუალოზე მაღალიც კი იყო.
ისტორიკოსების აზრით, ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ნაპოლეონი ხალხში ხშირად დაცვასთან ერთად გრენადიერებთან ერთად ჩანდა ხოლმე. და ამ პოზიციისთვის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყვნენ ფიზიკურად ძალიან დიდები და პლუს ეს ტანსაცმელს ატარებდნენ, რომ იმპერატორი მათ ფონზე პატარა ჩანდა. ასევე როგორც ყოველთვის, ხალხის შეცდომაში შეყვანის ერთ-ერთი მიზეზი პროპაგანდა იყო. ბრიტანელი მხატვრები ხშირად ქმნიდნენ ნაპოლეონის კარიკატურებს, სადაც ძალიან დაბალი იყო. მაგალითად, კარიკატურისტი აიზეკ კრუიკშანკი ნაპოლეონს თავის მეუღლეზე და ჯარზეც ორჯერ დაბალ ადამიანად გამოსახავდა. ასევე გაზეთებში წერდნენ, რომ ძლივს ახერხებდა ქარქაშიდან ხმლის ამოღებას და ეს ქარქაში მიწაზე დასთრევდა სიარულის დროს. კიდევ უამრავ მსგავს ლეგენდას თხზავდნენ, საბოლოო ჯამში პროპაგანდამ ისე კარგად იმუშავა, რომ საუკუნეების შემდეგაც კი ისევ დაბალ ადამიანთან ასოცირდება ნაპოლეონი. ეს ერთ-ერთი ტყუილი იყო, რომელიც სიმაღლესთან დაკავშირებით დაგვაჯერეს. მაგრამ არა ერთადერთი. Surprise, motherfucker! ვინმე ქუჩაში რო გაგაჩეროთ და გკითხოთ, ყველაზე მაღალი მწვერვალი რომელიაო, ალბათ ევერესტს უპასუხებთ. სხვა შემთხვევაში გეოგრაფიის მასწავლებელს აწყენინებთ. და მართალიც იქნებით. ოღონდ ნაწილობრივ. ევერესტის ზღვის დონიდან დაახლოებით 8850 მეტრის სიმაღლის არის, რაც სხვა მწვერვალებთან შედარებით ყველაზე მეტია. თუმცა ეკვადორში მდებარეობს ჩამქრალი ვულკანი, ჩიმბორასო, რომლის სიმაღლეც 6267 მეტრია და შეგვიძლია რომ უფრო მაღალ მწვერვალად ჩავთვალოთ ვიდრე ევერესტი. ოღონდ თუ დედამიწის ცენტრიდან გავაზომავთ და არა ზღვის დონიდან. როგორც ვიცით, დედამიწა იდეალური სფერო არ არის და ზოგ ადგილას უფრო გამოზნექილია. მაგალითად, ეკვატორის იმ ნაწილთან, სადაც ეკვადორი მდებარეობს. შესაბამისად, ჩიმბორაზო დედამიწის ცენტრიდან უფრო მაღალზე მდებარეობს ვიდრე ევერესტი. მაგრამ ზუსტად ამ გამრუდებიდან გამომდინარე, ეკვადორთან ზღვის დონეც უფრო მაღალია ვიდრე ბენგალის ყურე, რომელსაც ნეპალი იყენებს ევერესტის სიმაღლის განსაზღვრად და ასევე ყვითელი ზღვა, რომელთაც ტიბეტი ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტია, ხოლო დედამიწის ცენტრიდან ჩიმბორასო, მაგრამ ორივე მწვერვალი რაღაციდან არის ყველაზე მაღალი. ერთი ზღვის დონიდან, მეორე დედამიწის ცენტრიდან. თუ გვინდა რომ რეალურად გავიგოთ რომელი მწვერვალი არის ყველაზე მაღალი, მაშინ მთის ძირიდან თვის წვერამდე უნდა გავუზომოთ. ეს მაუნა-კეაა, ჩამქრალი ვულკანი, რომელიც ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს. ერთი შეხედვით საერთოდაც არ გავს ყველაზე მაღალ მთას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ მთების გაზომვას ზღვის დონის მაგივრად მათი ფუძიდან გადავწყვეტ, ანუ იმ ადგილიდან, საიდანაც მთა იწყება, აღმოჩნდება, რომ მაუნა-კეა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალია. მისი ძირითადი ნაწილი წყალქვეშ არის დამალული, წყნარი ოკეანის ფსკერზე და თუ მას მთლიანად გავზომავთ, ოკეანის ფსკერიდან მთის წვერამდე, ნახავთ, რომ მისი სიმაღლე 10200 მეტრს აღემატება. ასე რომ მაუნა-კეა ჩიმბორასოზეც და ევერესტზეც უფრო მაღალი გამოდის, თუ საკითხს უფრო სიღრმისეულად შევხედავთ. დღეისათვის სულ ეს იყო. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.